4 ნოემბრიდან მწერალთა სახლში საგანმანათლებლო პროექტი ირაკლი სამსონაძის დრამატურგიის სახელოსნო იწყება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დასრულდა. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის ფარგლებში მწერალი და დრამატურგი ირაკლი სამსონაძე ამბის თხრობასა და აგების პროცესებზე ისაუბრებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იმათთვის, ვისაც დრამატურგი აინტერესებს და დრამატურგიის წერა აინტერესებს, იმიტომ რომ არ არის ესე ზოგი ფიქრობს, რომ ძალიან ადვილია თუ მწერალი ხარ დრამატურგიაც შეგიძლია. ესე არ არის, დრამატურგიის წერას სჭირდება ცოდნა. და თუ კი ვინმე შეიძლება თანამედროვე ლიტერატურაში მივიჩნიოთ დრამატურგად, ეს არის ირაკლი სამსონაძე და ძალიან მიხარია, რომ ის ესე აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან, იმიტომ რომ შარშანაც ჰქონდა ესეთი კურსი. წელს სურველი მეტია, ჩვენ მეტი განაცხადი მივიღეთ, ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი დღეები ელით მათ, ვინც მოვა ლექციაზე. ძალიან ღირებული პროექტია, იმიტომ რომ არის ლიტერატურაში ჟანრები, რომელსაც სჭირდება ხელის შეშველება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ ის ორგანიზაცია, რომელიც ამას გააკეთებს. ირაკლი სამსონაძის დრამატურგიის სახელოსნო მწერალთა სახლში უკვე მეორედ ტარდება. შარშან გაიმართა პირველი, ესე ვთქვათ, კურსი ირაკლი სამსონაძესთან ერთად, რამაც ძალიან საინტერესო შედეგები მოგვიტანა, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა ეს სახელოსნო და ეს ემსახურება იმას, რომ დრამატურგია როგორც ჟანრი, ლიტერატურული ჟანრი არის ერთ-ერთი ურთულესი და საქართველოს შემთხვევაში ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში დრამატურგიას ყველაზე მეტად ჭირდება განვითარება და ახალი ავტორების, ახალი სახელების აღმოჩენა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად ესეთი აზრი არსებობს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, რომ დრამატურგიას უფრო მეტი განვითარება ჭირდება, ქართულ თეატრს ჭირდება უფრო მეტი ქართული თანამედროვე პიესა. ამიტომ აი ამ უპირველესად ამ მიზანს ემსახურება. ემსახურება იმას, რომ ნახოთ, აღმოვაჩინოთ ახალი საინტერესო ავტორები, რომლებთაც აქვთ იმის პოტენციალი, რომ საინტერესო ქართული პიესები შექმნან. აღსანიშნავია, რომ კურსი 12 ლექციას მოიცავს. შეხვედრები მწერალთა სახლში 4 ნოემბრიდან ყოველ სამშაბათს გაიმართება. ლექცია კი 17 საათზე დაიწყება.